მე ხაი ამას რო ვათვალიერებთ, ამას რო უყურებთ, აი გამიჩნდა შეკითხვა, საიდან გაჩნდა რა, როგორ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ საქართველოსთვის როგორც ვთქვით არ არის ხო, დამახასიათებელი ესეთი გარემო და როგორ გაჩნდა, აი ნახე ეს გინდათ აი ეს გაყოლებაზე ეს საერთოდ ეს რა ამაზია და ეს მართლა რაღაცა ვესტერნში მგონია თავი, იმიტომ რომ უყურებ მგონია რომ ვიღაცა ის უნდა გამოვიდეს და რაღაცა ისროლოს. ფორმები უამრავი. ხო. რავი, კაი კითხვაა, მეც მაწუხეთ. ხო. კითხვები და ხო, არ ვიცი, ჩემი თეორია მაქვს ამაზე რა. ნუ ეს პირველ რიგში ყველაფერს რაც ართულებს ის არის რომ ერთბაშად არ მოხდა რა. წარმოიდგინე დაილეკა წყალში ეს ადგილები არასოდეს ყოფილა რაღაც დედამიწის ქერქში ისე ღრმად რომ მეტამორფიზმი განეცადა ან დაპრესილი იყო და უფრო მყარი ქანები მიგვეღო და არის რბილი. და რაღაც მომენტში ამოვიდა წყლიდან და მაშინვე გახდა წყლის ზემოქმედების მსხვერპლი ეს ყველაფერი. იქიდანვე გაჩნდა პატარა ჩაღრმავებები. მაგრამ ეს სიბრტყეზე ხო არ ამოვიდა წყლიდან, ხო? იქიდან აწვება ეს არაბეთის ფილა, აქედან ევრაზიის ფილა და ამაში დაიჭმუჭნა. შესაბამისად ეს ტერიტორია, აი კონკრეტულად ახლა სადაც ვართ, აი ესე აიზნიქა ზემოდან და ეს ფენები ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, იმიტომ არის ესე დაახლოებით 45 გრადუსზე დახრილი, რომ აი მაგ ძალის შედეგად მოხდა. და ეს რო დაიკუჭა და ამ დროს პარალელურად მიდის წყლისგან ამის გამოკვეთა, ხო? სადღაც ჩაღრმავება და უფრო რბილ ადგილს იპოვის წყალი. იქ კიდე უფრო ღრმავდება და რაღაც შედარებით მყარი ნაწილები რჩება ზემოთ. თან ქვემოდან ეწევა ეს, თან წყალი მუშაობს პარალელურად და ბოლოს აი ხაც თუ დავაკვირდებით, აი ყველა ესეთ მეკბილებს ვეძახი ხოლმე ამას. ყველა ესეთ გორა აქვს თუ ალესილს თავზე ადეს შედარებით მყარი ფენა. ქვიშაქვის. დაბლა არის უფრო თიხოვანი და ადვილად შლადი, მაგრამ იმის გამო რომ ზემოდან რაღაცა მყარი ედო, წვიმა და წყალი იმას ვერ ასუფთავებდა და შემორჩა დიდხანს რა. და გარშემო რაც უფრო რბილი იყო, წყალმა გამოკვეთა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს. როგორც იმაშია კაბადოკიაში რომ რაღაცა ერთი კონუსი და ზემოდან ქვა ადევს. ეს კონუსი ზუსტად იმიტომ გადაურჩა ეროზიას, რომ ამ ქვამ დაიცვა წვიმის ზემოქმედებას. დაახლოებით იგივე აქაც. მაგარი რაღაცა.